მეგობრებო, ყველას კაი ამბები, კაი ხასიათი და კარგი განწყობა. მეგობრები, ასე ვთქვათ, 93 გზაზე კინგმანიდან ავდივა ლას-ვეგასი და მე უნდა გადავუხე. ესე იგი, რა მოხდა? გზა არის გადაკეტილი 40-იანზე დიდი თოვლი მოვიდა და 80 მანქანა არის გადაყირებული და ველოდე და არ გახსნეს და წამოვედი აქითაქციით, მართალია წრე დავარტყი, მაგრამ ეს ისეთი ადგილია ჩვენ ადრეც აგვაქვს ეს გადაღებული, ეს არის ხუერის დამბა, ანუ ხუერის კაშხალი. ამერიკელები ძალიან ამაყობენ ამ საინჟინრო კონსტრუქციით. ჩემი ძველი ვიდეოები თუ გახსოვთ, ჩვენ აქ ვართ ამყოფი, მაშინ გველმა რომ მიკინა, კინაღამ და გული გამისხდა, ეს ის ადგილია. კი არ მიკინა, უნდა ეკბინა და მე გადავხდი. ღამე მოვდიოდი და თავი წამოყვა, ეს ადგილია. და უბრალოდ ეხლა ვინაიდან ჩვენ დრო არა გვაქვს, აი ესე უბრალოდ გავიაროთ, შევიხსენოთ, და ისე მწყდება გული, რომ აქაც ძალიან ბევრი რაღაცაა სანახავი. ეს ხუვერი იყო ამერიკის პრეზიდენტი და მის დროს არის აშენებული ეს კაშხალი. საინჟინრო წარმატება იყო. ენგურხესი უფრო დიდია, მაგრამ ამას აქვს თავისებური ხიბლი, კონსტრუქციულად არის აშენებული თავისი ბევრი, როგორ გითხრათ, არმატურა და ტექნოლოგიებია ძალიან მაღალი დონის იმით არის აშენებული და ძალიან ამაყობენ ამერიკელები ამ კაშხალით. ეხლა ჩვენ უბრალოდ გავივლით აქა, მეტი არაფერი. ამითაც ვისარგებლოთ ხო ჩვენ სტილში. რაღაც მომენტში სარგებლობთ ამ საშუალებით. ეხლა ზუსტად არ მახსოვს, არის რაღაცა გასასვლელი, იქიდან ჩანს ეს კაშხალი და ერთ-ერთი ტურისტული ადგილია. ვინც ამერიკას ესტუმრება ხოლმე, აუცილებლად მოდიან ხოლმე აქ. ეს კაშხალი ამარაგებს კალიფორნიის და გარკვეულ ნაწილს ლას-ვეგას მთლიანად ელექტროენერგიით. და აბა გული აქეთ არის, აბა გამოშლება ეს. არ ვიცი ახლა რა დავარქვა ჩვენ ამ ტურს. უბრალოდ გავლით კაშხალის გვერდზე. სადაც არის დიდი ხიდი, არა, ეს არა შემდეგი ხიდია. Strong crossing is a carrier or a strong crossing windy. საერთოდ ყოველთვის ასეთ ადგილებში რომ მოდიხარ, ყოველთვის ჯო აი გამოშ, აი ნახეთ, აი კაშ მე თქოს ვახზე წამოვედი, ისე ამერია. გონი უნდა იყოს აქედან რაღაც არის ხიდი, საიდანაც კარგად აჩანს კაშხალი და გონი აი ეს ხიდია რა. აქედან ფეხით რო ამოდიხარ, მე ჩვენ აუცილებლად მოვართ აქა და ფეხით დავიწყე. აი ხუერის კაშხალი. აქედან ჩანს. რადროს ლაპარაკი მოგინა მარგარიტ. აი ეს ხუერის კაშხალი მაგარიდან ჩვენ მოვართ აქ აუცილებლად. 3-4 საათი დაუთმობ და უფრო გემრიელად და ლამაზად ნახავთ აქაურობას. არიზონა გადავედი ნევადაში და აი ეს უკვე მთელი ეს ელექტროავტობუსები უკვე მთელი მას ამარაგებს ლას-ვეგას და ამერიკიდან ლას-ვეგასი ამით რამდენი ენერგია უნდა. მაგრამ ნუ როგორც ვიცი ატომური ელექტროსადგურითაც ამარაგებენ ლას-ვეგას, ვერ გიტყვი ზუსტად ეხლა ეს ენერგეტიკოს ბულდერ სიტი. ეს არის ქალაქი, სადაც ეს მშენებლები ცხოვრობდნენ და მთელი ისტორია, რამდენიმე ადამიანია დაღუპული ამ კაშხალის აშენების დროს და საინტერესო ამბებია რა. სამწუხაროდ ჩვენ ეხლა ისეთ ფორმატში ვართ, რომ სრულყოფილი ინფორმაციას ვერ მოგაქვს. თუმცა რაღაცა ინფორმაცია, რაღაცა როგორ გითხრათ, სტაბილურობა მაინც დარჩება რა. თავისი ნევადა, არიზონა, თავისი წითელი, ლამაზი, თავისებური ქვის ფერით. ასე ვთქვათ,
150 მაილი უნდა გავიარო და მე კოლორადოს ხრიდან უნდა გადავიდე. იმედია თოვლი არ იქნება, მაინც ახლა გაზაფხული ვარ, აღარ გინდა ეს თოვლი და ასეთი რაღაცეები და ესეთ ამბებში ვარ. გასულ აი ხანი კითხო და ყავდა მანქანა აი ხანი სასტუმრო რო არის ყავდა მანქანა გაჩერდა აი ესე ფეხით მოვდიოდი ფეხით ამბი იყო ამ გამომაშტერა და გველი წამომიხდა გველი აი ესე ჭრიალა გველები ხო იცი და აი ესე არ წამოყო თავი და ვაიმე რო დავინახე გველი აი ესე ზემოდან გადავახტი რა გული რეკორდი დავამყარა აი ეს ჭრიალა გველი ერთ-ერთი შამიანი გველი იმას რო ეკმინა ჩემთვის რავი ამინდო და ღამი აქა ან ზაფხული და ასფალტზე იყო გამოსული და მარჟოლებს ის აქ რო გამოვილი ხოლმე მაგი მახსენდება ხოლმე მაგრამ ჩვენ ხო გვიმართეს და ესეთი ვიზუჩი ტიპები ვართ და მაგ შემთხვევაში მაგრა გამიმართა მე შემხვდა ერთი ამერიკელი რომელიც მოდიოდა და მეუბნება რა გინდა ვაკ რას დადიხარ და მეთქი არა აქ თხილათი ხავი აქ ყოფილა ჭიხვები შეძახიან რა ზოგადად და იჭიხვები ადამიანს რო დაინახავენ პირდაპირ მოდიან და თავის რქებით ეჯახებიან და რა ვიცი მე არ შემიჩნიებია და მე რო გადავიკითხე ხო მასეთი ინფორმაცია არის კაშხალში გადის და კაშხალიდან წყალი ფერმოთ ეშვება და ატრიალებს ტურბინებს და ეს ტურბინები გამოყოფენ ელექტროდენს. ნახეთ მეგობრებო ადრე ვიდეო გვაქვს ჩვენა გადაღებული გახსოვთ აქ რო დავიკარქე იმას რო ვერ პოულობდი აი ეს ნაწილები აი ეს მზის ენერგიის რა ქვია ეს ბატარეები მოვიტანე გახსოვთ და ვეძებდი და აი ეს ხო აქ სულ უდაბნო იყო და ეხლა ნახეთ სულ გააშენეს ეს რა ქვია მზის ენერგიის ელექტროსადგური რა და თამამად შემიძლია თქვა, რომ ჩვენც გვაქვს მონაწილეობა ამ პროექტის განხორციელებაში. ახეთ ამ ხელა გავრცელებულია, აი როგორ მახსოვს, აი აქ ჩამოვედი ასე და ვეძებდი ტრიალებ, ხან იმასთან მივედი, ხან ამასთან მივედი და მე ბოლოს მოვიდა მანქანა და აი მიმიყვანეს და აი ეს როგორ ააწყვეს. მთელი მშენებლობა ეს როგორც მახსოვს 1-2 წლის წინ იყო და აი 2 წლის შემდეგ ამ ხელა ელექტრომზის ელექტროსადგურია გარშემო. ნუ ერთ სიტყვით ვიამაყოთ ჩვენი დახარჯული ენერგიით, არა? მეგობრებო, დაგემშვიდობებით, უბრალოდ სწრაფი ჩართვა ჩავართვა, ჩართვა დავარქვათ ამ ჩვენ ვიდეოს. სწრაფად და მობილურად რო იტყვი. საინტერესო ვიდეოებამდე იმედია შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში.